გახლავთ ის სამი მიმართულება, რის გამოც მუდმივად ხელისუფლებას აკრიტიკებდა ოპოზიცია. ეს არის ის მიმართულებები, რომელიც განსაკუთრებით უჭირს ჩვენ მოსახლეობას. ეს არის განსაკუთრებულად პრობლემატური მიმართულება. აქედან გამომდინარე, პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, არჩეულია სწორედ, აბსოლუტურად. თავარი არის ახლა განხორციელების გზებიც ასევე სწორედ იყოს არჩეული. ის დეტალები არ გამორჩეთ, რა დეტალებზე ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება ჩვენი მოსაზრებით. და არა მარტო ჩემი, მთელი ფრაქციის აზრია ეს, რომ გამოსავალი სოფლის მეურნეობის განვითარებისა, გამოსავალი სამუშაო ადგილების შექმნისა არის მხოლოდ ერთადერთი, ეს არის გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი, ასე ცესხების შემოღება და არსებობა ქვეყანაში. ჩვენ განვიხილეთ ეს პროგრამა, რომელიც წარმოადგინა მთავრობის ახალმა კაბინეტმა, ეროვნულ დემოკრატიულ პარტია ყურადღება გაამახვილა დასაქმების პოლიტიკაზე. ჩვენ ხედავთ, რომ მთავრობა სურს, რომ იყოს აქტიური დასაქმების პოლიტიკა, ამიტომ EDP-მ ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი სამოქმედო პროგრამა, ეს დოკუმენტი გადავეცით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და სახელმწიფო მინისტრის კანდიდატს და შევთანხმდით, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდება, იმიტომ რომ უმუშევრობის დაძლევა მე ვფიქრობ ყველა პოლიტიკური ძალის ინტერესში შედის. ის გეგმა, რომელიც წარმოადგინა მთავრობამ, ძალიან ამბიციური გეგმაა, რადგან მე ღიად თქვი, რომ ფაქტიურად ეს არის იმ გეგმის ნაწილში, რაც არის ყველაფერი აღწერილი. ეს იყო პოლიტიკური დებატების საკითხი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პარლამენტში და ამით მთავრობამ აღიარა, რომ ოპოზიცია იყო მართალი ამ საკითხთან დაკავშირებით და დღეს ეს გეგმა წარმოდგენილი არის. ქონდა გარკვეული კითხვები, პირველი ეს იყო თანხები, რა თანხებითაც ამხელა თანხების მოზიდვა როგორ მოხდება, რადგან პრემიერ-მინისტრის კანდიდატმა გიპასუხა, რომ ეს თანხები მოზიდვა ბიუჯეტიდან და ბიუჯეტი გაიზრდება ფაქტურად 4 წლის განმავლობაში, უფრო დიდი ბიუჯეტი იქნება, რაც მნიშვნელოვანია მე ვფიქრობ ქვეყნის განვითარებისათვის. ჩემთვის მთავარი საკითხი იყო, რაც მე დავაყენე და იქვე მივიღე პასუხი, ეხებოდა კომისიურ თანხების გაცემას, რაც ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა და სოციალურად დაუცველ ადამიანებს შეეძლოთ თანხების მიღება გადაუძლეველ რაღაც საკითხ ოპერაციებთან დაკავშირებით, რაც დაუბრუნდა მთავრობას და დღეს შეხვედრის შედეგი დამთავრდა იმით, რომ პრემიერ-მინისტრის კანდიდატმა თქვა, რომ მისი პრემიერ-მინისტრის გახდომის შემთხვევაში ის გადასცემს ამას ჯანდაცვის სამინისტროს.